კვირის თემა. რაულ ხაჯიმბა პოლიტიკურ რეაბილიტაციას ეგრეთ წოდებული სამთავრობო ცვლილებებით იწყებს. ოკუპირებულ სამაჩაბლოში კი გატაცებებმა იმატა. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე ჩაშლილი რეფერენდუმის შემდეგ რაულ ხაჯიმბა პოლიტიკურ რეაბილიტაციას იწყებს და აფხაზურ საზოგადოებას ახალ აქტივობებს თავაზობს. როგორც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი აცხადებს, იგი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებას გეგმავს. ამიტომაც რაულ ხაჯიმბა ეგრეთ წოდებული აფხაზური მთავრობის დათხოვნის ინიციატივით გამოვიდა. აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებების გაზრდა და ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერება, ასკვნის ხაჯიმბა. მის მიერ დაანონსებული ეგრეთ წოდებული სამთავრობო ცვლილებები დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის არტურ მიქვაბიას გადადგომით დაიწყო. მიქვაბიამ ხაჯიმბას მიერ ამ ინიციატივის გახმაურების მეორე დღეს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმაც არ დააყოვნა და ოპერატიულად დააკმაყოფილა მისი განცხადება. გადადგომის შესახებ განცხადება ეგრეთ წოდებულმა პროკურორმა ალექსეი ლომიამაც გააკეთა. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებულ სამთავრობო ცვლილებებს წინ უსწრებდა შეხვედრები გაგრაში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან ვლადისლავ სურკოვთან და პუტინის პირად წარმომადგენელთან ოლეგ გოვორუმთან. ამ შეხვედრების შემდეგ რაულ ხაჯიმბა საკუთარ მოსახლეობაზე მზრუნველი მეთაურის იმიჯის მორგებას ცდილობს და აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემა შემოდგომაზე განახლდება. თავის მხრივ სურკოვმა რუსეთ-აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი რიგების პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება. სიტუაციის ნორმალიზებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოუგვარებთ ჩვენს მოქალაქეებს ამ მძიმე პრობლემებს. საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი პრაქტიკულად თავისუფალი უნდა გახდეს, დასძინა ვლადისლავ სურკოვმა. რაც შეეხება ზოგადად რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას, როგორც რაულ ხაჯიმბა ირწმუნება, ამჟამად ეს ურთიერთობები საკმაოდ მაღალ დონეზეა, როგორიც უნდა იყოს კიდეც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. ქართული მხარის განცხადებით ხაჯიმბამ ახალი დავალებები მიიღო მოსკოვისგან. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია აცხადებს, ეს ეგრეთ წოდებული სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი იყო, რადგან ხაჯიმბას აფხაზეთში ბოლო დროს შექმნილი განუკითხაობის გამო ვიღაცაზე უნდა შეეწმინდა ხელი. მას წინ უამრავი მოვლენა უძღოდა, მათ შორის სურკოვის ჩამოსვლა, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იქ ეს საკითხი განეხილებოდა, იმ პრემიერის საკითხი და ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელდა და შემდეგ განხორციელდება, ასევე ეს კანონი, რომელიც ეგრეთ წოდებული კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ეს ყველაფერი სურკოვთან შეთანხმებით მოხდა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში იქ აფხაზეთში იყო გავრცელებული ძალიან საინტერესო ინფორმაცია, საუბრობენ ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ახლა ეს ძალიან მაღალი თანამდებობა არ არის, მაგრამ საკმაოდ ესეთი ჩინოვნიკია, რომელსაც რაღაცა ეკითხება და როგორც ჩანს ეს აფხაზეთის საკითხები ეკითხება მას და აქ საუბრობს ვიღაც მირონოვიჩთან. ეს მირონოვიჩი უნდა ვივარაუდოთ, რომ არის სერგეი შამბა. აქ საუბარი არის, რომ აი შეფი ჩამოვა თქვენთანო, შეფი 18-შიო ჩამოვიდა სურკოვი. ესე იგი ამათი შეფი არის სურკოვი, ბატონი სერგეი, ჩემი აზრით, აქედან ამბობს, რომ თავარია რომ ხალხმა ირწმუნოსო ამისო, მაგრამ ახლა მოსკოვიდან ეგ აი რას პასუხობენ. მე თუ შეიძლება მას აი რუსულად წავიკითხავ. Не переживай, люди под контролем. Всё сделано как нужно. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სოხუმში და იმ ეგრეთ წოდებულ მთავრობაში არაფერი არ წყდება. ეს ტერიტორია არის ოკუპირებული და როგორც უნდა ისე მართავენ ჩინოვნიკების მეშვეობით აფხაზეთის ტერიტორიას. უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცდა აი ამ საოკუპაციო რეჟიმის საქმიანობა, ქმედებები და საით მიყავთ ეს აფხაზეთის, საით მიყავთ აფხაზის საზოგადოება, ამის მიხვედრა ძალიან ძნელი არ არის. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა და განვაცხადო, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ დაპირისპირებისა, რომელიც არსებობს, მიუხედავად შესაძლოა იმ წყენისა, რომელიც ერთმანეთის მიმართ არსებობდეს, ჩვენთვის სულ ერთი არ არის რა ბედიელის აფხაზური საზოგადოებას
გასული კვირა ოკუპირებული აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ეგრეთ წოდებულმა აფხაზეთის პარლამენტმა 8 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო კანონ-პროექტი რესპუბლიკური მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციის შესახებ. ეგრეთ წოდებული პარლამენტარების განმარტებით, ახალი კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს რესპუბლიკურ და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციისაც სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. კანონის თანახმად პრივატიზაცია ამიერიდან განხორციელდება აუქციონებისა და კონკურსების მეშვეობით. წვავი დისკუსია გაიმართა ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ობიექტების პირდაპირი გაყიდვის შესაძლებლობის თემაზეც. საბოლოო ჯამში პრივატიზაციის ისეთი სახე, როგორიცაა პირდაპირი გაყიდვა, კანონ-პროექტიდან ამოვარდა. ამიერიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახელმწიფო ობიექტის პრივატიზაცია მოითხოვს ეგრეთ წოდებული პარლამენტის თანხმობას, რაც ადრე მხოლოდ დე-ფაქტო მინისტრთა კაბინეტის პრეროგატივა იყო. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ კანონის მიღებით უკმაყოფილოა თვით აფხაზური საზოგადოება. ამაზე მეტყველებს სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსკოვში მცხოვრები გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პროფესორის ანატოლი ოტირბას წერილი, სადაც იგი ამ კანონს აფხაზი ეთნოსის ძარცვისა და განადგურების კანონს უწოდებს. ანატოლი ოტირბა აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნის გაყიდვისკენ არის მიმართული და აფხაზ ხალხს სარგებელს ვერ მოუტანს. ამის დასტურად მას ერთი მუხლი მოყავს, რომლის თანახმადაც პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება შეეძლება უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, აგრეთვე უცხოურ ინვესტიციებზე მომუშავეს საწარმოებს იგივე პირობებით, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. უფრო მეტიც უცხოურ იურიდიულ პირებს მიწის ნაკვეთის ყიდვისას ფიზიკური პირებისგან განსხვავებით შეზღუდვები არ უწესდებათ. როგორც ჯემალ გამახარია აცხადებს, ეგრეთ წოდებული აფხაზური პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესახებ სრულ ინფორმაციას ვერც ქართული და ვერც აფხაზური საზოგადოება ვერ ფლობს. თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ მისი ზოგიერთი მუხლი რუსეთის ინტერესებს ემსახურება. აფხაზეთში ღებულობენ ვითომ რაღაც კანონს, ეგრეთ წოდებულს და მერე არსად არ ქვეყნდება ეს კანონი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ კანონი, რომელზეც როგორც აქ წერია 8 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და რაღაც რესპუბლიკური მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციას ეხება. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იქ ესე იგი ეს კანონი მიიღეს და მას აფხაზური საზოგადოება დღეს არ იცნობს. ამის შესახებ ძალიან ბევრს წერენ აფხაზურ პრესაში, თვითონ მოსახლეობა გამოხატავს უკმაყოფილებას, მან არ იცის რაზე არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ პირდაპირი მიყიდვის წესით ეს წესი უნდა მოიხსნას და ეს კიდევაც ამოიღეს ადრე მოქმედი ეგრეთ წოდებული კანონიდან. პირდაპირი წესით მიყიდვა თუ გაუქმდება, მაშინ კონკურსი ტარდება, ხო? კონკურსი ახლა სად რუსი, რომელსაც ძალიან დიდი კაპიტალი გააჩნია, დიდი რაოდენობით ფული გააჩნია და სად აფხაზი. ერთ წელიწადში რუსები მთელს აფხაზეთს იყიდიან. ყოფილი სამხრეთ ოსეთისა და ეგრეთ წოდებული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გახშირდა ქართველთა გატაცებების ფაქტები. გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავებას სცადეს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეფასებები მოყვა. გუშინ, როდესაც იყო მცდელობა სოფელ კირბალის მკვიდრის გატაცებისა საოკუპაციო ძალების მხრიდან, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა ამ პირის ფიზიკურ შეურაცხყოფას, ის იქნა ნაცემი, სადაც არ უნდა მომხდარიყო ეს ფაქტი, გულისხმობ პირობითაც იმ ტერიტორიას, რომელიც არის მათ უყვართ იქით თუ აქეთ, ყველა შემთხვევაში ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი თავხედური პროვოკაცია და ამას აქვს მხოლოდ ერთი რეაგირება. ეს არის საოკუპაციო რეჟიმის სახე და კიდევ ერთხელ იმის გამოვლინება, რომ სამწუხაროდ ადამიანების ინტერესთან, მათ უფლებებთან ამას საერთო არ აქვს. ამგვარი ფაქტები ხდება სამწუხაროდ 2008 წლიდან მოყოლებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლებლობასა და ფორმატს იყენებს იმისთვის, რომ კონკრეტულ ინციდენტებთან დაკავშირებით იყოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ უკვე საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ჩართული გახლავთ ამ საკითხის მოკვლევაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კი საგანგებო განცხადება გაავრცელა. ჩვენ მკაცრად გვმობთ აღნიშნულ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე.
ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიწოდებული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის და ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე ერგნეთში აგვისტოს ბოლოს. ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.